და 7 პური 4,000-ისთვის. რამდენი კალათა სავსე ლუგმა ავსეთ, უთხრეს 7 და უთხრა მათ, მაშ ჯერაც ვერ ხვდებით. მივიდნენ ბეთსაიდაში, მიუყვანეს მას ბრმა და სთხოვეს რომ შეხებოდა მას. წაიყვანა ბრმა ხელით სოფლის გარეთ და პირად დაუბერა თვალებში და ხელები დაადო და ჰკითხა, ხედავ რამეს. მან აიხედა და თქვა, ხედავ ადამიანებს. თითქოს ხეები იყვნენ რომლებიც დადიან. კვლავ დაადო ხელები თვალებზე და მას გაუნათდა თვალი და განიკურნა და მკაფიოდ ხედავდა ყოველივეს და გაუგზავნა იგი თავის სახლში და უთხრა, არც სოფელში შეხვიდე და არც არავის უთხრა სოფელში. და წავიდა იესო და მისი მოწაფეები კესარია ფილიპეს სოფლებში და გზად კითხა თავის მოწაფეებს, ვინ მეტყველებენ ჩემზე ადამიანები, ვინ ვარ? მათ მიუგეს, ზოგი იოანე ნათლისმცემელს, ზოგი ელიას და სხვები ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანს. ხოლო იესომ კითხა მათ, თქვენ კი ვინ მეტყველებთ ჩემზე, ვინ ვარ? პეტრემ მიუგო და უთხრა, შენ ხარ ქრისტე. და მკაცრად დაუკრძალა რომ არავისთვის ეთქვათ მის შესახებ. და იწყო მათ სწავლება რომ ძეკაცისა უნდა ევნო ბევრად. უარყოფილიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობარ